ეს არის უბრალოდ დაანონსებული ის საკითხი, რასაც ისინი აკეთებენ და უბრალოდ მარტივი მოცემულობა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს დაწყებული მშენებლობა, პორტის მშენებლობა. 2016 წელს დაიწყო პორტი. პირველი კაფსულა ჩავარდა და 2019 წლამდე 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2016-დან 2019 წლამდე სანამ ივანიშვილმა და მისი ანტიქართული ოცნების რეჟიმმა არ გააძევა ამ ქვეყნიდან ინვესტორები. რომელი ინვესტორები? დასავლელი ინვესტორები და ამერიკელი ინვესტორები, რომელმაც 80 მილიონი დოლარი ჩახარჯეს და მიიყვანეს პორტის ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპამდე. ეს იყო 2016-დან 2019 წლამდე. 2019 წელს ივანიშვილის რეჟიმმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მამუკა ხაზარის და ბადრ ჯაფარიძის წინააღმდეგ. პარალელურად ღიად თქვა, რომ რა უნდათ მათ საუბარში ღიად თქვა, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ჩაშალა პროექტი და 2019 წლიდან დღემდე 2027 წელი გავიდა, ხო? 7 წლის განმავლობაში მართლა ქვაქვაზე არ დაუდიათ, არანაირი სამუშაო იქ არ ჩაუტარებიათ. პირიქით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საერთოდ ანაკლიის პორტის ღირებულებას, როცა ამბობენ, რომ იქ მიზანშეწონილობა უნდა შეისწავლონ საერთოდ ტვირთბრუნვა რამდენი იქნება თუ არა და რას დაწერს ივანიშვილის შესაბამისი უწყებები ღმერთმა უწყის. ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, იმიტომ რომ მათ აქვთ მიზანი რომ ჩაშალონ ეს პროექტი. 2020 წელს უნდა მიიღო პირველი გემი ანაკლიის პორტს. ამის საპასუხოდ ჩვენ ხედავთ, რომ 2029 წელს აანონსებენ. შემდეგ ახლა შემთხვევით ვითომ წამოწდათ, რომ 2032 წლამდე გადაწიეს ანაკლიაში პირველი გემის მიღება. საუბარი არის ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალზე, რომელიც გაამდიდრებდა და ააყვავებდა სამეგრელოს. მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტში. ანაკლიის პორტი, რომელიც უნდა აშენებულიყო 3 კილომეტრის დაშორებით საოკუპაციო ხაზიდან, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზიდან. რეალურად რო წარმოვიდგინოთ ვიზუალურად ეს ყველაფერი, სოხუმის სანაპიროდან გამოჩნდებოდა განათებული ანაკლიის პორტი და ანაკლიის ქალაქი. საუბრობთ 20,000 სამუშაო ადგილზე. 20,000 სამუშაო ადგილზე ანაკლიის პორტის და ქალაქის გათვალისწინებით. რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, ბატონო ირაკლი, ეს თქვენ გაფიქრებინებთ, რომ ეს არის ფუჭი დაპირებების მორიგი ტალღა და ივანიშვილი არაფერსაც არ ამოქმედებს. ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. თითქმის დარწმუნებული ვარ და ამას წარსული გამოცდილებაც აჩვენებს, რომ არანაირი ჩართულობა, არანაირი მიზანი ანაკლიის პორტის აშენებისა ივანიშვილს არ აქვს. გაგახსენებთ მაგალითად ბოლო ორი აქტივობა ქონდა ქართულ ოცნებას, სადაც თქვეს, რომ თითქოს და რაღაც მოძრაობას და ქმედებებს აპირებდნენ ანაკლიის პორტთან მიმართებაში. როდის მოხდა ეს ორი ფაქტი? ორივეჯერ მაშინ, როცა ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჩამოდიოდნენ ქვეყანაში, მათი წარმომადგენლობა ჩამოდიოდა ქვეყანაში. ერთხელ სულ რაღაც ერთი თვის წინ, როცა თავდაცვის მინისტრი ჩაიყვანეს ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე და სანაპიროზე, ქვიშიან სანაპიროზე ასე ირნეს იქეთ-აქეთ, თუ რაიმეს აკეთებენ. კიდევ ქვიშა როგორ არის 2019 წელს ანაკლიის კონსორციუმმა ქვიშა რო დატოვა, ისევ იგივე ქვიშაა მარტო იქ. სხვა არაფერი არ ხდება. თავდაცვის მინისტრი ჩაიყვანეს, როცა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჩამოდიოდა საქართველოში და ახლა მარიამ ქრუიშვილი აალაპარაკეს, როცა რამდენიმე დღეში ჩამოდის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. საგარეო ვიზიტით ამერიკელი მაღალჩინოსანი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეს ერთგვარი საეტაპო ვიზიტია, როგორ გგონიათ და ანაკლიის პორტზე საუბარი ამას უკავშირდება. ზუსტად თქვენი აზრით, იმიტომ რომ რო იყო ჩამოსული აქ პირველი ვიზიტის დროს, ბატონი ანდროულის პირადად ეწვია ანაკლიას იქ კი ასე ირნეს, მაგრამ დარჩენილი შტაბ-ეჭდილებით ალბათ ის სწორ დასკვნებს გამოიტანდა. როგორ უკავშირდება ეს ორი ამბავი ერთმანეთს, მაყურებელი რომ ბუნდოვანებაში არ დარჩეს თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება, იმიტომ რომ რუბიოს ცნობილი განცხადება ჩვენ გვახსოვს, როცა რუბიომ დაურეკა კობახიძეს და მათ შორის საუბარი შედგა. იქ ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი ხაზი იყო ის, სადაც რუბიომ თქვა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთი საქართველოს დემოკრატიულობით და შავ ზღვაში ერთობლივი ინტერესებით. რას ნიშნავს შავ ზღვაში ერთობლივი ინტერესებით? კაფშიას ეგრეთ წოდებული ხამსას დაჭერაზე მათ არანაირი გეოპოლიტიკური ინტერესები არ აქვთ ამერიკელებს და შტატებს. ხამსას და კაფშიას არ ეხებიან შავ ზღვაში. მათი ინტერესი არის, რომ არსებობდეს საერთაშორისო სატრანზიტო გზა.
მაშინ როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გადაწყდა უმნიშვნელოვანესი ძალიან მძიმე სამხედრო კონფლიქტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საზღვარი დაკეტილი ჰქონდა და ამ შემდეგ ამ კონფლიქტის გადაჭრაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მშვიდობის დამყარებაში, შეიტანა წვლილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. და გაჩნდა ახალი სატრანზიტო საერთაშორისო გზა, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის სახელით, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს კვეთს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზას ჰქონდეს შესაბამისი მომდევნო ნაბიჯი. რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი? მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს ზღვით ამ გზის გაგრძელება. ზღვით რომ გაგრძელდეს, ამისთვის საჭიროა ღრმაწყვოვანი პორტი. ღრმაწყვოვანი პორტის შესაძლებლობა აქვს საქართველოს ანაკლიაში. თუ ჩვენ ეს პორტი არ ავაშენეთ, ეს გზა გვერდს აულის საქართველოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ უზარმაზარ საბიუჯეტო შემოსავლებს, ასეულობით $1,000,000 და მილიარდობით $. დაკარგავს საქართველოს ბიუჯეტი, რომლითაც შეიძლება პენსიაც გაზარდოს, საბავშვო ბაღიც ააშენო, სკოლაც ააშენო, შექმნა ახალი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. და ეს ნათლად უნდა გვესმოდეს, ეს ფინანსური და ეკონომიკური ნაწილი. მეორე ნაწილი მნიშვნელოვანი რა არის? უსაფრთხოება. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველოს კვეთს ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობსადენი, ამ მიზეზის გათვალისწინებით სოფლიოში 10-ზე მეტი ქვეყანაა მინიმუმ 10-ზე მეტი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელიც დაინტერესებულია სოფო საქართველოში მშვიდობით. მხოლოდ სურვილი კი არა, რომ მშვიდობა რა კარგია საქართველოში თუ იქნება, არამედ ეკონომიკურად თავისი უსაფრთხოებით დაინტერესებულია საქართველოში იყოს მშვიდობა. იმიტომ რომ უნდათ რომ მათთან მიმავალი ნავთობსადენი, რომლითაც ისინი ზამთარში თმებიან და ზაფხულში წარმოებას აძლიერებენ თავიანთ საწარმოებს. ამისთვის საწვავი მიეწოდებოდა უსაფრთხოდ. ეს არის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის დატვირთვა, რომელიც ეკონომიკასთან ერთად უსაფრთხოებასაც გვაძლევს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ანაკლის პორტი აშენდეს. ანაკლის პორტი თუ აშენდება, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოები საქართველოს უსაფრთხოები და საქართველოში მშვიდობით დაინტერესებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი. ეს რამდენს ნიშნავს? კი ბატონო, ალბათ ამერიკელები ჩამოვლენ, მესმის რომ წინასწარ სპეკულაცია ამ თემაზე საუბარი, კონკრეტიკით. ყოველ შემთხვევაში ელით თუ არა თქვენ ამას და რამდენად გონიათ, რომ ივანიშვილის ტრიუკი გამოვა, რომ არ დათმოს არაფერი, ისე დაალაგდეს შეერთებულ შტატებთან. არ ვიცი, რამდენად ადევნებთ მისი კარის პროპაგანდისტის ბატონი შათირიშვილის განცხადებებს, მაგრამ გუშინ ეს განცხადება აშკარად პესიმისტური იყო, რომელმაც თქვა, რომ ტრამპი deep state-ია ფაქტობრივად, ანუ წყალი გადაეწურა მის იმედებს ტრამპთან დაკავშირებით, ესეც უკავშირდება თუ არა განწყობას, თქვენი აზრით, აჩვენებს თუ არა რეჟიმის განწყობას, რომ ისინი წინასწარ რაღაცნაირ ნიადაგს ამზადებენ ამ საეტაპო შეხვედრის წინ, არ ვიცი და ანუ მოკლედ მე იმის კითხვა მინდა, თუ არ დათმობს არაფერს, ისე მოაგვარებს თუ არა რამეს ამერიკელებთან. ის იმედი და სურვილი აქვს დიდი ხანია, მაგრამ ამ დრომდე არ გამოსდის. პირველ რიგში დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ანაღულებს საქართველოში დემოკრატიის ბედი. ანაღულებს ქართული ოცნების მხრიდან, უბრალოდ ანტიქართული ოცნების მხრიდან ანტიამერიკანიზმის საერთოდ პოლიტიკური პროცესის წარმოება და ეს ნათელია მათი მხრიდან. მათ ანაღულებთ საქართველოში ადამიანის უფლებების ბედი. ამიტომ ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს დათმობა. ივანიშვილის პროპაგანდისტები ქართული ოცნების პროპაგანდას ვადევნებ თვალს, იმიტომ რომ ეს არის მოწინააღმდეგე ტრული პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც თვალისდევნება აუცილებელია, რომ გავიგოთ მისი მიზნები, რა მიზნები აქვს, როგორი სტრატეგიით მოძრაობს და ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ. და თუ დააკვირდებით და დარწმუნებული ვარ, შეგიმჩნევიათ უკვე, როგორ შეცვალა ქართული ოცნების პროპაგანდისტებმა რიტორიკა ერთი უკრაინასთან მიმართებაში, რომ თურმე რუსეთი ვეღარ იგებს ომს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მეორეს მხრივ როგორ შეცვალეს რიტორიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. მათ მოუწევთ ივანიშვილს პერსონალურად მოუწევს ამ დათმობებზე წასვლა აუცილებლად ორი მიზეზით. ერთი თავარი მიზეზი ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქართული საზოგადოება ძალიან მტკიცედ დგას, მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, პარალელურად ეს სოლიდარობა ჩანს ყველაფერში, დიუშენის მქონე ბავშვების
წამლის ფულის შეგროვებიდან დაწყებული დამთავრებული უწყვეტი საპროტესტო მოძრაობით. ჩანს ყველაფერში, სოციალურ ქსელშიც, ყველაფერში ჩანს საერთოდ. ერთი ეს არის ქართველი ხალხის ნება და პროტესტი და მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ ჩვენ დასავლელი პარტნიორების მუდმივ ინტერესს, რომ ქართველი ხალხი არ მიატოვონ ბოროტებასთან და რეჟიმთან წინააღმდეგ მარტო. ეს ამ ორი ძალისხმევის კომბინაციით დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს უკან დახევა მოუწევს მათ შორის ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოუწევს რიტორიკის შესვლა, მოუწევს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაც და ასე შემდეგ. რაშიც რა თქმა უნდა ჩვენი წვლილიც იქნება, ყველა ჩვენ ლელოსიც და ყველა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წვლილიც იქნება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რა ხარვეზები გვაქვს ხოლმე ოპოზიციას, თვითკრიტიკულად რო ვისაუბროთ საკუთარ თავზე, ან ორგანიზებაზე ასე შემდეგ, ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან დიდ შრომას ვწევთ. ჩვენი პარტიის ლიდერები არიან სისხლის სამართლის დევნის მსხვერპლი, ჩვენი პარტიის სხვა ლიდერები არიან საპატიმროში და ასე შემდეგ. ამ პროცესს გავდივართ, მაგრამ ღირსეულად ვიცავთ საკუთარ პოზიციებს. ახლაც რეგიონებში მოძრაობთ, ამ წამს ზუგდიდიდან გერთვებით. დღეს ვიყავით ანაკლიაში, გუშინ ვიყავით ქობულეთში, შვახევში, ხულოში, მანამდე ხარაგაულში გახდით, ლანჩხუთში, უბედურება ტრიალებს. ის რაც დღეს მაგალითად გამოვიდა სააშკაროზე, რომ სუსის უფროსის მოადგილება 250,000 ლარი კაბინეტში აიღო ქთამი. კაბინეტში აიღო 250,000 ლარი ქთამი. ეს ხომ ყოველ მეორე დღეს გვეუბნებიან ამას და თან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ. თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო ბატონი ირაკლი კობახიძე ამ დროს. თითქოს მათი გუნდის სანაქებო ლიდერები არ იყვნენ ყველანი, ვისაც იჭერენ დღე გამოშვებით. მათ ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას, არც კალაძე არ იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამბობს, რომ მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვაგებ პასუხსო, მაშინ როცა სოციალურად დაუცველთა სახლებს და სასადილოებს ძარცვავენ, საბავშვო ბაღებს ძარცვავენ, ჯანდაცვის მინისტრი პაციენტებს ძარცვავს, ჯარში რა ხდებოდა ეს ყველა ვიცით, პარალელურად თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს ძარცვავს. რომ ეს ძარცვა მიმდინარეობს მაგალითისთვის გეტყვით ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და ეს პარალელი რატომ მინდა გავიხსენო. ირაკლი კობახიძე გამოვიდა უკმეხად, თავხედურად და თქვა, რომ ჩვენო დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებთან მიმართებაში გვაქვსო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ბიუჯეტის სახსრებს ჩვენ ესე უყაირათოდ არ ვხარჯავთო. ჯერ რა არის უყაირათოდ, ან ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, როგორ შეიძლება იყოს აღამიზნობრივი ხარჯი. ხალხის პასუხი არის დღეს. ხალხის პასუხიც ნათელია თავისუფლად, მაგრამ უნდა გვესმოდეს, მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფო 2016 წლიდან დღემდე ააშენეს 8 საბავშვო ბაღი. რა კარგად ჟღერს, ხო 8 საბავშვო ბაღი ააშენეს. 8 საბავშვო ბაღიდან სოფო 7 ახლა არის უკვე დახურული და დანგრეული. ახალი აშენებული ბაღი? ახალი 2016 წელს აშენებული ბაღებიდან 8 აშენებული ბაღიდან 7 არის უკვე დახურული, ამორტიზებული, აქედან 3 მიწასთან მოსწორებულია. და მერვე ბაღია მხოლოდ დარჩენილი. აი მერვე ბაღზე გეტყვით. მერვე ბაღი, რომელზეც სამხარაულის დასკვნა არსებობს, რომ ისიც ასევე ავარიულია და სექტემბერში სწავლა არ განახლდება. ანუ ვიღაცა შეიძლება გაეცინოს, მაგრამ წარმოგიდგენიათ რამდენი მილიონია ერთ მუნიციპალიტეტში 2016 წელს 5 წლის წინ და 5 წლის თავზე არც ერთი არ მუშაობს. არც ერთი არ მუშაობს, მერვე ბაღი მუშაობს, ოღონდ სამხარაულის დასკვნა არსებობს, რომ სექტემბრიდან იქ სწავლა აღარ გაგრძელდება. წარმოგიდგენიათ? ვერ წარმომიდგენია, რომ არ მოგატყუოთ ამის წარმოქმნა მიჭირს და მე მგონი დოკუმენტირება საჭირო ამის ჟურნალისტური თვალსაზრისით. მე მზადვარ, რომ ეს დოკუმენტები წარმოვადგინო, მათ შორის ჩემს სოციალურ ქსელში გამოგვიყვანილი ამბავია, გასაგებია, რომ გზებს ვერ აგებენ და აგერ რამდენი ხანია დასავლეთის აღმოსავლეთის შემაერთებელი გზის ერთი მონაკვეთის გამო ეს სამუშაოები გრძელდება და გრძელდება, მაგრამ 5 წლის განმავლობაში 8 ბაღი თუ ააშენეს და 8-ვე 2 მიწასთან გასწორებულია და დანარჩენი უვარგისი, ეს კი არ ვიცი სადამდე შეიძლება გაოცდე ამ რეჟიმის უნარობით და ამ მოქალაქეების გადახდილი ფულის სანაგვეში გადაყრით ფაქტობრივად, ხო? ასე გამოდის, რომ ვიღაცა მდიდრდება და რა ფულსაც ხარჯავს და იმეტებს ამ სამუშაოებზე, ისიც წყალში იყრება. მე მგონია, რომ ეს არის გამიზნული კორუფცია და გამიზნული გენოციდი ქართველი ხალხის. იმავე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფო. ერთ-ერთი ესეთი თემი არის ჯურუყვეთი ქვია სახელად.
ჯურუყვეთის თემში 2022 წელს დაანგრიეს 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა. 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა. ხელისუფლებამ დაანგრია, რომ ახალი უნდა ავაშენოთ. ახლის აშენების მოტივით, კი ბატონო. ახლის აშენების მოტივით და ქალბატონის შემდგომ მასწავლებელი, რომელიც 40 წელი ვასწავლიდიო და ეხლა სადღაც 3 სოფლის იქეთ დაუყავართო. 1 სკოლა და 2 საბავშვო ბაღი. რა მოხდა? 4 წელი გავიდა. არც ერთი აშენებული არ არის. აი სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ვიდეო კადრები, მტკიცებულებები, რომ არც ერთი აშენებული არ არის. არც აპირებენ აშენებას. ერთ სოფელში დაანგრიეს 2 საბავშვო ბაღი, უზარმაზარი სოფელი და 1 სკოლა. ეს არის გენოციდი ქართველი ხალხის, რომ ადამიანებმა აი გადაწყვიტონ, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრებს. სამუშაო ადგილი ისედაც ხო არ არის. სოფლის მეურნეობას ხო დედა უტირეს. შეწამლვაში ეხმარებოდნენ ერთი და ისიც გააუქმეს. ეხლა შეწამლვის ტალონი, რომ ფაროსანამ არ შეჭამოს მეთხილეობა. საწვავის ფასი გამხდარია 3 ლარი 4 ლარი. ანუ სამუშაო ადგილები არ არსებობს. სოფლის მეურნეობას მართლა დედა უტირეს. სკოლები დაანგრიეს, საბავშვო ბაღები დაანგრიეს და ხალხს აიძულებს, რომ აიყარეთ და წადით ამ ქვეყნიდან საერთოდ. ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. სხვა არგუმენტი არ არსებობს ფიზიკურად. ეხლა წალენჯიხაში იგივე შემთხვევა, დაანგრეული სკოლა დაანგრიეს არაში, ზუგდიდში იგივე შემთხვევა. ხარაგაულში წითელსოფელი ქვია, სკოლა არსებული სკოლა დაანგრიეს და ტიალი ნანგრევი დატოვეს. ანუ წარმოუდგენელი ვითარება, ამას ახსნა არ აქვს ერთადერთი მართლა სრული პასუხისმგებლობა. ეს არის ქართული ხალხის გენოციდის მცდელობა, რასაც ივანიშვილი აკეთებს ახლა ყველას ჩვენს წინააღმდეგ. კი ბატონო